Маш, ჯო, შეუნდა გაგრძელდეს. ბოიკოტების მიუხედავად მოგვიღევი მეტი იმის შესახებ, რა ხდება სცენაზე და სცენის მიღმა. გონია რომ კრისტოფერმა კარგად ისაუბრა იმაზე, რაც სცენაზე ხდება. ვფიქრობ რომ სცენის მიღმა მიმდინარე მოვლენები ბევრად უფრო საინტერესოა. ევროვიზია ისრაელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც როგორც ვიცი, აქ ცხოვრობს და შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ აქ ძალიან უყვართ ეს. მაგრამ ეს ასევე ისრაელის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. ისინი ევროვიზიას იყენებენ როგორც ლაკმუსის ტესტს, რათა ნახონ, როგორ უყურებს საზოგადოება ისრაელს. და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ გაგზავნეს სიმღერები, რომლებიც ასახავდა ისრაელს იმ კონკრეტულ მომენტში. 2024 წელს მათ გაგზავნეს სიმღერა ჰურიკანი, რომელიც ფაქტობრივად 7 ოქტომბერს ეხებოდა, უბრალოდ ამას პირდაპირ არ ამბობდა. და შემდეგ მათ გაგზავნეს You Are Rafaeli, რომელიც ნოას ხოცვა-ჟლეტის გადარჩენილი იყო. წელს მათ გადაწყვეტეს, რომ ამაზე უარი ეთქვათ. ძირითადად იმიტომ, რომ რამდენჯერმე გააფრთხილეს კონკურსში მათი ქცევის გამო. მათ გააფრთხილა EBU-მ, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, რომ ისინი ზედმეტად პოლიტიკურები იყვნენ და ეს ეწინააღმდეგებოდა კონკურსის ეთოსს. თუმცა, რა თქმა უნდა, ევროვიზია პოლიტიკაზე დაფუძნდა და ყოველთვის პოლიტიკურია, როგორც არ უნდა სცადოთ ამის შეცვლა. მაგრამ წელს მათ გააგზავნეს სიმღერა, რომელიც ცოტა განსხვავებულია. და შედეგად ერთი რამ შევნიშნე, წელს გასულ წელთან შედარებით, ისრაელის წარმომადგენელი აღარ არის ისე იზოლირებული. ეს იმის გამოა, რომ ისრაელის უსაფრთხოება თვლის, რომ რისკი ნაკლებია თუ უბრალოდ მეტი ქვეყანა უფრო მზადაა გახსნილობისთვის. და ვფიქრობ, ეს კარგი ნიშანია ისრაელისთვის მომავალში. ის ფაქტი, რომ სხვა არტისტებიც არიან. აგალითად, ახლა ეკრანზე ვნახე ძალიან ლამაზი ვიდეო, სადაც ნოამ ბეტანი და სატოში, მოლდოველი მონაწილე, მეგობრულად საუბრობდნენ. ასევე მსმენია კარგი სიტყვები ფინელი მონაწილისგან ნოამ ბეტანის მიმართ. ამიტომ ეს იზოლაციის პერიოდი, როგორც ჩანს, იკლებს, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში ძალაშია და იმედია მომავალშიც ასე იქნება. ასე რომ შეიძლება ეს იყოს გარიყულობის სტატუსის დასასრული გლობალურ არენაზე და ეს ძალიან სასარგებლო იქნება ისრაელისთვის, ქვეყნისთვის და როგორც ვამბობ, მისი საგარეო პოლიტიკისთვის. ძალიან მოკლედ, პირდაპირ გეკითხებით, რადგან თქვენ ნახეთ გამოსვლები, ვინ მოიგებს? ფინეთი, შეიძლება საბერძნეთი, მაგრამ ერთი, ვისაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ცოტა მოულოდნელი კანდიდატია, რუმინეთი. ამ სიტყვებს შეგახსენებთ კორესპონდენტი ჯო ბრაუნი, დიდი მადლობა რომ სტუდიაში იყავით.